Postfactumi brundeba პირდაპირ ეთერში. Პატარა ქალაქში მადნის მოპოვება წყალს და მაცხოვრებლებს წამლავს. ხმის ამოღებას მხოლოდ ერთი ექიმი ბედავს და საზოგადოების გამოღვიძებას ცდილობს. აი იმ საზოგადოებისა, რომლის დიდი ნაწილი ისევ ამ პატარა ქალაქის მერიაში ან ისევ იმ კომპანიაშია დასაქმებული, რომელიც წყალს წამლავს. რაც არ უნდა ნაცნობი იყოს თქვენთვის ეს ისტორია, ის გამოგონილია ისბენის დადგმის სცენარია სახელწოდებით ხალხის მტერი. Სიმბოლურია, რომ 120 წლის წინ დაწერილი ამ ნაწარმოების სცენაზე გადმოტანა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა, რის გამოც თეატრულუკიანმა დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სახლში გაუშვა. დმანისი სწორედ ის მუნიციპალიტეტია, სადაც თავის დროზე რუსულმა არმჯიმ საყდრისი ააფეთქა და ეკოლოგიასაც სამუდამოდ აღი დაასვა. Წულუკიანი კი ის მინისტრი, რომელიც რეპრესიებს და ხალხის მტრების ამოძირყვას ახლა უკვე კულტურის სფეროში სწორედ ბოლშევიკური ტრადიციებით აგრძელებს. დმანისის თეატრი ერთადერთი არ არის, სადაც ჩეკისტური მეთოდებით ცენზურის დამკვიდრებას და რეპრესიების გატარებას ცდილობენ. შეიძლება შაბათი იყო და დარაჯი ადრე ამიტომ წავიდა, მაგრამ ლაშა ჩხიმიანისთვის დმანისის თეატრში შესასვლელი კარი, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელისთვის ამიერიდან სულ დაკეტილი იქნება. არავინ დაობს, რომ ლაშა ჩხიმიანმა ბოლო 4 წლის განმავლობაში ზინაიდა კვერენჩხილაძის მიერ დაარსებულ თეატრს ინოვაციური მიდგომებით ახალი სიცოცხლე შესძინა. წელიწადში 30,000 ლარად სხვა მილიონიანი ბიუჯეტის მქონე თეატრების მსგავსად დგამდა პრემიერებს. შექმნა ექსპერიმენტული სტუდია ახალგაზრდებისთვის და არ დაუსვენია პანდემიის დროსაც. სასცენო სპექტაკლები ინტერნეტ სივრცეში გადაიტანა და გააკომიქსა კიდეც. წარმატებული ხელმძღვანელობის 4 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მის ადგილზე სხვა დანიშნა. წესის მიხედვით ყველა თეატრის ხელმძღვანელი 4 წელიწადში ერთხელ კონკურსით ინიშნება. ლაშა ჩხიმიანმა საკონკურსოდ 4 წლიანი ანგარიშით წარადგინა და სამომავლო გეგმაც. მაგრამ თეა წულუკიანმა ერთადერთი კანდიდატურა სარეკომენდაციო საბჭოს არ გადასცა და დმანისის თეატრში თუმანიშვილის თეატრის ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე გადმოიყვანა. გიორგი სიხარულიძეს ამ თანამდებობაზე არც განაცხადი შეუსია და არც პროგრამა დაუწერია. მინისტრის ასეთმა მოქმედებამ უსამართლობის განცდა გააჩინა. ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ეს კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა და იმ დღესვე ბრძანებით დაინიშნა სხვა პიროვნება, რომელიც არ იღებდა მონაწილეობას კონკურსში და დაევალა დანიშვნიდან 2 თვის შემდეგ წარმოადგინოს ის ხედვა, რაც კონკურსანტს უკვე წარმოდგენილი ჰქონდა და რაც კონკურსის პირობა იყო. ცალკე აღებული ეს ფაქტი, ყველანაირი წინაპირობის და ყველაფრის გარეშე, ხომ ყველა გამოკითხვა რო ჩავატაროთ, ხო არის უსამართლო. რატომ მოიქცა მინისტრი ასე? რატომ აუარა გვერდი საკონკურსო საბჭოს და რატომ მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება? წულუკიანმა თქვა, რომ დმანისის თეატრს ბიუჯეტს უზრდის და ბევრი ფულის განკარგვაში უფრო გამოცდილი ხელმძღვანელი შეარჩია. მე რო ვიყო ლაშა ჩხიმიანი, უბრალოდ ვიტყოდი, რომ გიორგი სიხარულიძე მაღალკვალიფიციური სპეციალისტია, გამოცდილი რეჟისორია და მივესალმებოდი მისი დანიშვნას და შევთავაზებდი დახმარებას. მე არ ვიცნობ ბატონ ლაშა ჩხიმიანს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე 10 თვეა რაც ვარსებობთ როგორც ცალკე სამინისტრო, თითქმის ყველა სამხატვრო ხელმძღვანელისგან განსხვავებით მას არასდროს არ ჰქონია სურვილი, რომ სამინისტროსთან ან შეხვედრა გაემართა, ან აეხსნა რა ხედვა აქვს და რითი სუნთქავს. ამ ცნობაში ნიშნავს, რომ მე არ ამიტალახებია სამინისტროს კარები ამ 10 თვის განმავლობაში, როგორც თვითონ ამბობს, სხვა სამხატვრო ხელმძღვანელებისგან განსხვავებით. და ეს იყო ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ პირველივე თვეებში მან თქვა, რომ ყველა თეატრს ესტუმრებოდა პირადად, შემოივლიდა ყველა თეატრს და ადგილზე გაიცნობოდა ყველა თეატრის პრობლემებს. მაგრამ არა, თითქმის ყველა თეატრს ესტუმრა და არა დმანისის თეატრს. ეს მნიშვნელოვანი დეტალია. თეა წულუკიანი დმანისის თეატრს არ ეწვია, სანამ იქ ახალი დირექტორი არ დანიშნა. გიორგი სიხარულიძე კი თუმანიშვილის თეატრიდანაც გამოაცილა, სადაც მის მიერ გადაღებული ფილმის ჩვენებას დაესწრო. და დმანისშიც ჩაიყვანა.
რატომ აითვალწუნა თეატროლუკიანმა ლაშა ჩხვიმიანი? მხოლოდ იმიტომ, რომ დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მას სკარი არ აუტალახა, თუ არის კიდევ სხვა მიზეზი, რის გამოც ის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით სხვა, მისთვის უფრო სასურველი კანდიდატით ჩაანაცვლა. ამ კითხვაზე აქამდე არავის ჰქონდა პასუხი, სანამ ჩვენ ინტერვიუ არ ჩავწერეთ სარეკომენდაციო საბჭოს წევრებთან. ლაშა ჩხარტიშვილმა პირდაპირ გითხრა, რომ დმანისის თეატრმა დადგა იბსენის პიესა ხალხის მტერი, რამაც ადგილობრივი ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია. თეატრს კონფლიქტიც კი კონდა, რაღაც სპექტაკლი დადგეს ხალხის მტერი და მუნიციპალიტეტს ამის გამო ჰქონდა პრობლემა. ლაშა ჩხვიმიანი არ არის სუდის სამხატვრო ხელმძღვანელი, ცალსახათეს ჩემი პოზიციაა. ცარიელ სივრცეში თითქმის რესურსების გარეშე ძალიან ბევრს აკეთებდა. ეს სატელეფონო ინტერვიუ ლაშა ჩხვიმიანსაც მოვასმენინეთ. საბჭოს წევრის განმარტება მისთვისაც მოულოდნელი იყო. გამოდის, რომ ის დადგმული სპექტაკლის გამო მოხსნეს. და არ აქვს უფლება რომ კონფრონტაციაში შევიდეს, ეს ხო ცენზურაზე მიუთითებს მაშინ თუ მას არა, ცენზურა არაფერს შუაში არ აქვს. სცენიდან რაც უნდა ის თქვი, თავარია ურთიერთობა დავალაგო ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ეს პოზიცია ისგან პირველად მოვისმინე. მე ვფიქრობ, რომ ის თავის აზრს არ ამბობს. ის სწორედ იქ გაგონილ აზრს ამბობს და ამიტომ ვერ იცავს თავისვე ნათქვამს ბოლომდე. ვერ მიყვება თავი, იმიტომ თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს სარეპერტუარო პოლიტიკაში. საბჭოს წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა იგივე სატელევიზიო ინტერვიუშიც გაგვიმეორა. ამ შემთხვევაში სახელმწიფოსაც კულტურის სამინისტროს ცენტრალურ ხელისუფლებას ვგულისხმობ. ურჩევნია ყოველთვის ისეთი კანდიდატი იყოს, რომელიც კარგ ურთიერთობაში იქნება ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ცენზურა ეს არ არის მგონი, იმიტომ რომ ეს არის ორ კონკრეტულ ადამიანს შორის შეუთავსებლობა. იმიტომ რომ მსგავსი სიტუაცია მოხდა ფოთშიც. როდესაც დაიდგა ხალხის მტერი, დათო მღებრიშვილმა დადგა ფოთის თეატრში ხალხის მტერი და მერს ეგონა, რომ ეს პიესა იყო მასზე და იყო თანამედროვე ქართველი ავტორის პიესა. იბსენზეა ლაპარაკი. ასეთ კურიოზები ხდებოდა ყოველთვის, ეხლაც ხდება, რაც არის რა თქმა უნდა სამწუხარო. ხალხის მტერი, რომელმაც ხელისუფლება გააღიზიანა, ჰენდრიკ იბსენის მე-19 საუკუნის პიესის მიხედვით რეჟისორმა გიორგი სავანელმა დადგა. პანდემიის დროს მისი ონლაინ ვერსიაც გადაიღეს. ხალხის მტრად შერაცხული ექიმის როლში ლაშა ჩხვიმიანია. მოქმედება პატარა ქალაქში ვითარდება, სადაც ექიმის ტოკმანი ცდილობს საზოგადოებას და ხელისუფლებას აუხსნას, რომ მათი სამკურნალო წყლები დაბინძურებულია მადნის მოპოვების გამო. ხალხი იწამლება და სასწრაფო გადაწყვეტილებებია მისაღები. დღეს სანატორიუმი სამკურნალო დანიშნულებას ვეღარ ასრულებს, რადგან იქ ჩაედინება 1000 გვარი სიბით, იქ განლაგებული მადნეულის საწარმოებებიდან და აი ამის დახარვაც ცდილობს ხელისუფლება, რაც დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა მთელი საზოგადოების წინაშე. ქალაქის მერი იღუება და მთელი საუწყებო რესურსით იმას ცდილობს, რომ ბრბოდ დარჩეთ, რადგან როგორც კი აზროვნებას დაიწყებს, მაშინვე მიხვდებით ფურა სიყალბეზე და სიცრუეზე ქალაქის კეთილდღეობის დაფუძნება. ძალიან თორემ წარმოუდგენელია რა, აღარ ჩერდება გააჩვენეთ რა. წარმოუდგენელია მთელ ქალაქს, მთელ საზოგადოებასაც პირდაპირ მიახალო ესეთ შეურაცხყოფელი სიტყვები, წარმოუდგენელია. ქალაქის მერს მწარე სიმართლის გახმაურება არ უნდა, იმიტომ რომ ქალაქი შემოსავალს დაკარგავს. საბოლოოდ ადამიანს, რომელიც ხალხის გადარჩენას ცდილობს, ხელისუფლება და საზოგადოება ხალხისავე მტრად გამოაცხადებს. აქ საქმე წყალსადეს მარტო არ ეხება. აქ საქმე გვაქვს მართლობის გაუკუღმართებულ სისტემასთან, რომლის სათავეში შეიძლება მოექცეს ნებისმიერი ფულიანი, გავლენიანი ფარისეველი, ვის ზურგს უკან ამოფარებული მეწარმე ინვესტორების მთელი ჯოგით, რომელთაც ხალხის ინტერესები ყველაზე ნაკლებად დაინტერესებთ. ადვილი მისახვედრია, რომ მადნეულის მოპოვება და დაბინძურება ალეგორიულად ნათქვამი მწარე სიმართლეა, რომლის წინააღმდეგაც ხმის ამოღებას ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში ვერც ერთი ხელისუფალის პირობებში ვერ ბედავს, იმიტომ რომ პატარა ქალაქში სხვა გასაქანი არ არის და ყველა ან სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული, ან კარიერში. აქ სიმართლის თქმა მთავარი პრობლემაა.
ძალიან ბევრი დამთხევა იყო დმანისში და ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან. ამ სპექტაკლში ადამიანებს უწევთ საბოლოოდ ხალხს და არა ხელისუფლებას უწევს გააკეთოს არჩევანი. ჯანმრთელობა, ეკოლოგია თუ ფული. და გაჭირვებული საზოგადოება, გაჭირვებული ქალაქი, რა თქმა უნდა, ირჩევს ფულს. რა თქმა უნდა, ეს დადგმა არ იყო შემთხვევითი. რა თქმა უნდა, არ იყო შემთხვევითი და ჩვენ პრინციპულად კონკრეტულად არ ვასახელებდით არავის ხელს არ ვადებდით. არაფერი არ შეგვიცვლია მე-19 საუკუნეში დაწერილ პიესაში და ყველას თავის უნდა ამოეცნო. მე ვფიქრობ, რომ მაყურებელმა დაინახა კიდეც თავისით და ვინც იყო დამნაშავე, ვინც არის დამნაშავე, ამ ყველაფერში იმანას დაინახა თავი, იმიტომ რომ რეაქციებიდან გამომდინარე, მოვლენებიდან გამომდინარე, შეწყვეტილი თანამშრომლობიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტთან 9 ოქტომბრის საღამოსვე სპექტაკლის შემდეგ დაიწყო პრობლემები, იმიტომ რომ მაშინდელ მერს გაუჩნდა კითხვები, რა ხდება მის ქალაქში. და პირადად აი სპექტაკლი მეც თამაშობდი და სახში რომ მივედი, დამხვდა მესენჯერში მოწერილი მერის აღშფოთებული SMS-ები. ლაშა ჩხიმიანის თქმით, ქალაქის მაშინდელი მერი ტექნიკურ დეტალზე მოედავა, რატომ აიყვანა სცენაზე ავტომობილი. მერის მიერ გაგზავნილ მესიჯში კარგად იკითხება, რომ ის კატეგორიულად ითხოვს ყველა სპექტაკლის ყველა დეტალი მასთან შეათანხმოს თეატრის ხელმძღვანელმა. კიდევ ერთი სპექტაკლი დმანისის პრობლემებს შეეხებოდა. წარმოდგენის დადგმამდე ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც დმანისელი ახალგაზრდები საკუთარ მომავალს აქ ვეღარ ხედავდნენ. უფროსები კი თავს დმანისში ჩარჩენილებად მიიჩნევდნენ. ასეთი სპექტაკლები ლაშა ჩხიმიანის თქმით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებას ვერ იღებდა. იმ სპექტაკლის შემდეგ ასეთი ტენდენცია დამკვიდრდა, რომ დმანისის თეატრი არის ინტრიგანი, სულ ეძებს პრობლემებს, სულ რაღაცას იჩხრიკება, სულ ცხვირს ყოფს იქ, სადაც არ ესაქმებათ და ამიტომ ყოველთვის ამ თვალით ვიყურებდნენ, ამ რენტგენზე გვატარებდნენ. შევხვდით კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს, რომელიც ახალ იმ მოვლენების შემდეგ მალევე დაინიშნა ახალი ნინო ომიაძე, რომელსაც მე აუხსენით, ჩემი ხედვა თუ როგორ უნდა თანამშრომლობდნენ თეატრი და მუნიციპალიტეტი. აი რატომ სულ პოლიტიკური სპექტაკლები? ასეთი ფრაზა უთქვამთ. მაგრამ ის გამოუცდელობას ვაბრალებ ამას, რომ რატომ რაღაცა ისეთი დადგით, ითიც გავერთობით. ჩვენი სამსახურის ურთიერთობაში მსგავსი ის არ მომხდარა არასდროს, რა გითხრათ. მე ლაშას ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც ნიჭიერ ახალგაზრდას და რა ვიცი, აბა, კონფლიქტი ესე, პატარა კამათები შეიძლება ყველასთან გქონდეს, მაგრამ ესეთი სერიოზული ჩვენ არასდროს არ გქონია, რავი, აბა. ლაშამ თქვა თვითონ? არა, მისი სპექტაკლების შესახებ აი რა აზრის ხართ, რამდენად ესე ვთქვათ, კარგ სპექტაკლებს დგამდა? აუ რა ვიცი, იმდენად ხალხს მოსწონდა, ერთადერთ ვარ მე ნამყოფი სამწუხაროდ და რა ვიცი, რომ ძალიან კარგი სპექტაკლები გამოსდიოდა და რა გითხრათ. მისი სპექტაკლი ხალხის მტერი თუ გახსოვთ, როგორი რეაქცია მოყვა? მახსოვს. ორგვაროვანი ის იყო, რა გითხრათ აბა. თქვენი აზრით როგორი სპექტაკლი იყო? რავი, კარგი ალბათ, რადგან ესეთი გამოიწვია, კარგი იქნებოდა. ორაზროვანი რატო გამოიწვია? ვის და ვის შორის გამოიწვია ორაზროვანი? ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს და რა გითხრათ აბა. სარეკომენდაციო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა მაკა ვასაძემ გაგვიმეორა, რაც პირადად მოისმინა მინისტრისგან, კარგი სამხატვრო ხელმძღვანელის ლაშა ჩხიმიანის გათავისუფლების შესახებ და რაც თავად წულკიანმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს არ თქვა. მე მგონია, რომ ყველა წევრი დაუჭერდა მხარს. მე არ მგონია, რომ ლაშას კანდიდატურა ჩავარდნილიყო. რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ იქ ჩვენ სხვათა შორის საუბარი გქონდა მინისტრთან ამ საკითხზე, რომ რატომ, როდესაც ახალგაზრდა კაცი კარგად მუშაობს, რატომ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ კიდევ გააგრძელოს თავის მუშაობა და მუნიციპალიტეტთან ქონია პრობლემები. აი ამის გამო მოხდა
ესო, ну აი ასეთი პასუხი მივიღეთ, რომ გიორგის შემთხვევაში უფრო მეტად იმუშავებს, თქვათ, მუნიციპალიტეტი თეატრთან და მე ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი არგუმენტია მუნიციპალიტეტთან კონფლიქტში ყოფნა იმისთვის, რომ დაიწუნა შენი კანდიდატურა, მით უმეტეს, როცა ასე კარგად მუშაობ თეატრისთვის. როცა სამხატვრო ხელმძღვანელი ხარ, ანუ რაღაცის ხელმძღვანელი, ხო, შენ უნდა შეგეძლოს რაღაცნაირად ყველასთან დალაგება ურთიერთობის. მაგა შემოქმედი, რომელიც ალაგებს ხელისუფლებასთან, როგორი შემოქმედია თქვენთვის? შემოქმედმა უნდა შეძლოს თუ კი სახელმწიფო თეატრს მეთაურობს. აი აქ არის დიდი განსხვავება. თუ კი შენ კერძო თეატრის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო სფეროს წარმომადგენელი ხარ, შენ შეგიძლია რაც გინდა ის აკეთო და როდესაც შენ ხარ სიპი, ანუ სახელმწიფო სტრუქტურას დაქვემდებარებული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, შენ უნდა კომუნიკაციაში იყო. რა თქმა უნდა, ის გაფინანსებს. მაკა ვასაძეს არ ეთანხმება სარეკომენდაციო საბჭოს ყოფილი წევრი ლელა ოჩიაური და მიიჩნევს, რომ თავისუფლების შეზღუდვის ფასად ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება პირდაპირ ცენზურაზე მიუთითებს. ნამდვილად ეს არის ცენზურა, მეორე მხრივ ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი საქციელი პოლიტიკური რაღაც სპექტრის მხრიდან, რას ნიშნავს მე ვიღაცასთან კარგი ურთიერთობა მაქვს თუ არა მაქვს. ის არის ვალდებული რომ იზრუნოს მოქალაქეზე. დმანისის მსგავსად ერთპიროვნული გადაწყვეტილება თეატრ ულუკიანმა კიდევ რამდენიმე თეატრში მიიღო და წარმატებული სამხატვრო ხელმძღვანელების სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ასაკის გამო დაიწუნა. დმანისისა და თუმანიშვილის თეატრების გარდა კონკურსები ჩაიშალა ჭიათურაში, გორში, ზესტაფონსა და ქუთაისში. მიხეილ ჩარკვიანი, რომელიც გამოუცდელობის ფორმალური მიზეზით დაიწუნეს, თეატრ ულუკიანს შეახსენებს, რომ მისი კარიერის საუკეთესო ეტაპი მინისტრმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 25-დან 35 წლამდე გაიარა. მილიონიანი ბიუჯეტების მართვა კი ადამიანებს დედის მუცლიდან არ დახვებათ და მართალია მას ასეთი გამოცდილება ჯერ არ ქონია, მაგრამ უჩვენებია, როგორ შეიძლება მილიონიანი პროექტები მილიონების გარეშე შეიქმნას. თუ მე ვიტყვი, რომ მინისტრი გამოუცდელია და გავამყარებ ჩემს მოსაზრებას ფაქტით, რომ ის ცოტა ხანია, ერთი წელიც კი არაა, რაც ჩვენ სფეროში სამუშაოდ მოვიდა, ეს არ იქნება დისკრიმინაცია. მაგრამ თუ მინისტრი იტყვის ჩემზე, რომ მე გამოუცდელი ვარ, რადგან ახალგაზრდა ვარ, ეს ცალსახად დისკრიმინაციაა. თეატრის სფეროს წარმომადგენლები ამას დისკრიმინაციულ და უსამართლო გადაწყვეტილებებად მიიჩნევენ და სარეკომენდაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრაც მოაწყეს. მე ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს ყოფილ სტუდენტებს, ჩემს ამჟამინდელ სტუდენტებს, რომ არ ვამბობდი. კანონმდებლობა ამ შემთხვევაშიც და დებულება, რომელსაც მინისტრმა გაწერა, არის არაკონსტიტუციური, ასე მიმაჩნია. არაერთი თეატრ მცოდნისგან მოვისმინეთ, რომ დმანისის თეატრის ხელმძღვანელის გიორგი სიხარულიძის უფრო დიდი თეატრიდან გადმოყვანა დმანისში მისთვისაც სასჯელი იყო ცუდი მენეჯერობის გამო. ის რაც მოხდა დმანისში არის, რა ვიცი მე, ფეოდალური ქურდული საქციელი. იუსტიციის მინისტრი ქურდულად იქცევა ყოფილი. ხელების გადაღრეხოს არის მიჩვეული. საერთოდ არ აინტერესებს დმანისი, ლაშაჭკვიანი ხო მით უმეტეს თუმანიშვილის თეატრი ჩაიგდო ხელში, აახია ერთ-ერთ სამხატვრო ხელმძღვანელს, ის დასაჯა, გააცინბირა დმანისში, იქ წილიც გაუგზავნა ოქშიაკიდან, კაცით დააყენა რომ უნდა მართოს. ახლა კიდევ აი ამ თუმანიშვილის თეატრის ლუკმით როგორ ააწყალწყავებს კიდე თეატრალებს, ჩვენ ყველანი გავხდებით მოწმე. მე უფრო კარგად შევაფასებ მის მოღვაწეობას ქუთაისის თეატრში, მართლა არაჩვეულებრივად მუშაობდა გიორგი სიხარულიძის სამხატვრო ხელმძღვანელობის დროს ქუთაისის თეატრი, ვიდრე თუმანიშვილის თეატრი. მე როგორ განიხილავთ თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყვანა დმანისის თეატრში? დაწინაურებაა? დაწინაურება არ ვიცი, ვერ გეტყვით, ალბათ არ არის დაწინაურება. თავად გიორგი სიხარულიძე არ გვიდასტურებს, რომ ის თუმანიშვილის მრავალბიუჯეტიანი თეატრიდან დმანისში ცუდი მენეჯერობის გამო გადაიყვანეს. არა, არანაირი უკმაყოფილება არ იყო და
თქვენ შეიტანეთ თუმანიშვილში კონკურსზე განცხადება ის არა. ხო, ანუ აღარც თუმანიშვილში აღარ გინდოდა თქვენივე სურვილით? არა, ჩემი სურვილით არა თუმანიშვილში არ მინდოდა. რატომ? სვათ მერე ვისაუბროთ. ნუ დაახლოებით 1 საათი. გიორგი სიხარულიძემ 1 საათში აღარ გვიპასუხა. ჩვენს მიერ შეკრებილი ინტერვიუებით იკვრება თეა წულუკიანის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების სავარაუდო სქემა. თუმანიშვილის თეატრის ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე ცუდი მენეჯმენტის საბაბით სადმე უნდა გადაეყვანა და მისთვის გამონახა ადგილი დმანისში, სადაც თეატრის ნიჭიერი სამხატვრო ხელმძღვანელი ადგილობრივი ხელისუფლების მუდმივი თავის ტკივილი იყო და მისი მოშორებით სიხარულიძე დასაქმებული დარჩა. მაგრამ რჩება კითხვა, ვის დანიშნავს თუმანიშვილის თეატრის ხელმძღვანელად, ვისთვის გათავისუფლდა იქ ადგილი. პროტესტის გამო დმანისის თეატრის დირექტორმა ანანო ჩხეტიანმაც დატოვა. ლაშა ჩხიმიანი კი საკუთარ თავს დმანისის თეატრში ვეღარ ხედავს, რომ შესთავაზონ უსამართლო მოქმედებებზე დაფუძნებულ შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს. რჩება ამავე თეატრის მომთხოვნ და კრიტიკულ მაყურებლად და პროტესტის ახალ ფორმებზე ფიქრობს. სამხატვრო ხელმძღვანელების გადანიშნვასთან დაკავშირებული მთავარი ინტრიგა წინ არის მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან დაკავშირებით თეა წულუკიანს კვლავაც არ მიუღია გადაწყვეტილება. ცნობილია ის, რომ ლევან წულაძეს სარეკომენდაციო საბჭო, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ერთხმად უჭერს მხარს, მას დაწერილი აქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმა და პროგრამაც, მაგრამ წულუკიანს პასუხი ჯერაც არ უთქვამს. სავარაუდოდ აი ამ კვირის ბოლომდე იქნება კულტურის ახალი მინისტრისგან პასუხი და მთავარი ინტრიგა ამ სფეროში კვლავაც წინ რჩება. გადავიდეთ სხვა თემაზე. ხვალ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ კიდევ 4 ოჯახს სახელდახელოდ აშენებულ ქოხებს მერიის სამსახურები დაუნგრევენ. ეს ადამიანები დალხენილი ცხოვრების გამო რომ არ მიდიან ბლოკით ამოყვანილ ქოხებში საცხოვრებლად, ალბათ ეს კახი კალაძის უწყებაშიც კარგად ესმით. მაგრამ რიგითი მოქალაქეების შემთხვევაში კანონი რატომღაც ზედმიწევნით მკაცრია ხოლმე, რასაც ვერ ვიტყვით ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენების და მშენებლების შემთხვევებზე. გაშინებენ, კი არ გელაპარაკებიან ან რაღაცა რო თქვან, გაშინებენ უბრალოდ დაგინგრევ. გაჩერდით, მაგრამ რა ვქნა, ხო არ დავტოვებ. ოჯახი გარეთ როგორ დავტოვო? რაღაცა მაინც უნდა გავაკეთო ჩემი კუთხე. არ გავჩერდები, მაინც არ დავთმობ. ჩემს სახლს არავის არ დავანგრევინებ. მე დაუდგები წინ ტრაქტორს, მე გადამიაროს და მე დაანგრიოს. კი, ხალხის კადრები, როცა აქ სახლებს ანგრევდნენ? კი. აქ იყავი თქვენ? კი, აქ ვიყავი მეც რა ამბავი იყო აქაც. ვიყავი და ყველას ვიცნობ, ვისაც დაუნგრიეს ეგ სახლებიც. ის ხალხი დღევანდელ დღეზე ქუჩებშია დარჩენილი ყველა. აქ მართლა გაჭირვებულებია ყველა, თორე რომ კონდეს სახლი და კარი, აი უბრალოდ აი თვითონ აი ლოგიკით რო იფიქრონ. სახლი კარი რომ კონდეს, ბავშვს აცხოვრება, ან შენი ცხოვრება აქ.
ბლოკში და იმაში იცხოვრება, აი პროსტო თვითონ ვერ ხვდებიან იმას, რომ არ გვაქვს საშუალება იმისი, რომ მქონდეს აქ კი არ მეხალისება მე ბავშვის მოყვანა და ჩემი დარჩენა. არა მაქვს დასასვლელი, ქუჩაში ვრჩებით. ჩვენთვის რაღაცა 4 კუთხეს ვაშენებთ. არ მეხმარება მთავრობა, ქონდა ისიც გავითვალისწინებთ, რომ მქონდა ჩვენ შევსებული სოციალური და იმას დახმარებაზე უარი მოგვივიდა. არ გვეხმარებიან, ეს მაინც გვაცადე. ან შენ დამეხმარე, ან მე გამიშვი რაღაცა გავაკეთო ეგრე ხوار შეიძლება. წავიდე სხვის მთავრობას მიმართო, სხვა ქვეყნის მთავრობას მიმართო? ეგრე ხო არ არის, რავი, რო კითხვა ევროპა და ესა და ისაო და სადაა არანაირი არც გათვალისწინება ჩანს არც ისა. მარტო თავიანთ თვის ჯიბისთვის აკეთებენ და თვითონ როცა უნდათ ყველაფერს აშენებენ, რამდენი შენობები და ისენი აქვთ უკანონოდ გაკეთებული. მაინც და მაინც მოდიან ამ გაჭირვებულ ხალხთან. აი ეს ეყარა ყველგან ნაგავი. აი ეს რაცა ზოგადღილას ორმო იყო, ნაგავი რა აღარ ეყარა. ხალხმა ჩვენ ვინც ვართ მოსახლეები, ყველა მოვედით ჩვენი სახსრებით გადავასწორეთ მიწა. გადავასწორეთ ყველას რისი საშუალებაც ქონდა პატარა 4 კედელი ავაშენეთ, რომ ჩვენი კუთხე გქონდეს. აგინახე რა თხეშია. აკაც ესია. მოურჩით ავაშენეთ და ეხა გვეუბნებიან, გვემუქრებიან, რომ დაგინგრევთო. მე ისე მესმის, რომ ვისაც ნაცნობი ყავს, იმას არ ეხებიან. მთელი უბანია აქ ესე. ცხოვრობს ხალხი. ხო არ გვინდა არაფერი, ჩვენი სახსრებით ვაშენებთ. კი, უკანონოა, მაგრამ რაღაც ალტერნატივა ხო შეიძლება მოიძებნოს. თვითონ რო აშენებენ, ყველაფერი შეიძლება და ჩვენ კიდე გაჭირვებულ ხალხს გვერჩენ. კანონი ჩვენ რო არ ვიცით, კანონითვე გვებწვიან. რაღაცეებს იძახიან თავის იმაზე და ჩვენ კიდე არ გვესვთ გაჭირვებული ხალხი ვარ და ჩვენთან ალტერნატივაზე არანაირად არ მოდიან. თბილისში დაბადებული გაზრდილი ვარ და კაც შენ ქალაქში შენი 4 პატარა კედელი ხო არ უნდა კონდეს? რაც უზარმაზარ და იმას ხო არ ვაშენებ, პატარა სახლს ვაშენებ, რომ მე, ჩემი ცოლი და ჩემი შვილი რო ვიცხოვროთ. მეტი არაფერი არ მინდა მაგათგან და მაგას თვითვალისწინებენ. თვითონ გექტრებით და იმეებით აქვს მიწები, სადაც უნდა, როგორც უნდა, ისე ღობავენ და ჩვენ კიდე ეს გაჭირვებულ ხალხს გადაგვეკიდნენ. იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. გაჭირვებული ხალხი ვართ, ჩვენი სახსრებით ვაკეთებთ ყველაფერს. და ჩვენ ესე გვებრძვიან. თვითონ სადაც უნდა, როგორც უნდა, ისე აშენებენ და ეგრე ხო არ შეიძლება მართლა რომ აი არავინ არ ხედავს აი თავრობა თუ ვინა სოფლიო ან რაღაცა არ უნდა დაინახოს ვიღაცამ არ უნდა დაინახოს ეს უსამართლობა მაგამდე სანამ საძინებელი იქნება აგერ აქ ჩვენ გვძინავს აქეთ აგერ ბავშვს ძინავს ნახ რაზე ვაძინებ ბავშვს ეგაა მაგა დედავატირე ესაა ცხოვრება და ამას არ ითვალისწინებენ და კიდე რაღაცა უნდათ მე რო გავითვალისწინო არ დაუთმობ მოვიდნენ ზედ უნდა გადამიაროს ტრაქტორმა თუ ამ სახლს დაანგრევს. სხვანაირად მე ამას არ დავთმობ. შანსი არ არის. ჩემ ნაშრომს არავის არ შევარჩენ. არ მაქვს დასასვლელი. ბოლომდე უნდა ვიბრძოლო. სხვა გზა არ მაქვს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ბოლომდე დავდგები ჩემ სახლში. მეც უნდა გადამიყოლონ თან ამ სახლს თუ რამე უქნეს. ალექსანდრე მქვია. 4-5 თვეა უკვე ასე ვარ და არავინ არ მოსულა და არ უთხოვს რომ რატო აშენებ ან ნოაშენებ. მოვიდნენ უკვე როცა სახურავი მქონდა, უკვე აქ რო ცხოვრობდი და მითხრეს რომ უკანონოდ აშენებო. იმას როცა ვეუბნებით რომ არა გვაქვს საცხოვრებელი ადგილი და საწავიდეთ, ამ ჩვენ ინტერესს, ჩვენ კითხოს საერთოდ იგნორირებას უკეთებენ რა. და მაგალითად მოაქვთ ის რომ შენ ეზოში ვინმე რომ მოვიდესო შენ სახშიო და ერთი ოთახი რო წაიღოს რა სიზაო. მაგრამ ეს ხო მე ვიღაცა სახში ხო არ შემოსულა. ეს არის სახელმწიფო. ხო, სახელმწიფო, მე ვარ ამ სახელმწიფოს მოქალაქე, უსახკარო. აქ ვრჩებით ახლა, აქ ვიძინებთ, აი ჩემი მეგობარია, ისიც ეს ხელოსანი არ არის და ბრიგადა არ ამყავს მოყვანილი, ჩემი მეგობარია მეხმარება უბრალოდ. აი ეს დივანი არის ჩემი, ამაზე ვიძინებ, მე ეს არის ჩემი მეგობრის და ესე გავწევთ ხოლმე საღამოთი, ფეჩი რო ავანთოთ, ცოტა გავწევთ, ცოტა ისე არეულია ახლა რა ვქნათ, იმიტომ რომ აი ესე ვართ რა და კანონს ვიცავთო მეუნებიან და მე ვარ კანონდამრღველი, ამას მეუნებიან, მაგრამ კანონი თუ დავარღვია, იმაზეც ვაგებ პასუხს, მაგრამ სახს ხელი არ ახლო, სახს არ მოკიდონ ხელი არც ერთს. მარტო ჩემსაზე არ ვლაპარაკობ, მე საერთოდ ვლაპარაკობ. იმიტომ რომ აქ გაჭირვებული ხალხია რა, ეხლა ამას რა თუნდა ფიქრი, რომ ვინმეს ქონება რო ქონდეს და აქ თუ მოვა მართლა,
სისულელეა რა, ნაგავსაყრელში რა უნდა ადამიანს. იმედი ვაფშე არავისა გაცრუებული გვაქვს ყველას, თავრობის იმედი და აი ერთმანეთის გვერდში დგომით თუ გავიტანთ და აი ვინც ამას გულთან ახლოს მიიტანს, მიაქვთ ხალხს და მოდიან და გვერდში გვიდგანან და იმედია კიდე მოვლენ. თანამდებობის პირი ჩვენთან არავინ არ განხმაურებია, ერთი ჩვენ თვითონ მივედით გამგებელთან. შევხვდით, შეხვედრავთ ხოვეთ, შევხვდით და რა ვიცი რა, მაგიკაცის მე ვერაფერი ვერ გავიგე რა, ადამიანურად სახს დაგინგრევო მითხრა. რა ადამიანურ ჩარჩოებში მე მგონი არ ჯდება. რას ნიშნავს ადამიანურად? აი ადამიანურად გეუბნებიო რა. წვალობთ ამ წვალებით და ის იმასაც მოდიან და გვეუბნებიან უნდა დაგინგრიოთო და ჩვენ დავიცავთ ამას, აი ყველანაირად დავიცავ ამას. არ იფიქრონ რომ უკან დავიხევთ ვინმე, იმიტომ რომ ჩვენი სახლია ეს და არ გვაქვს სხვაგან წასასვლელი. აი ეს სტრესში ვყავართ, ტერორია ჩვეულებრივი რა. გვატერორებენ ასე რომ ვთქვათ, მოდიან და დაგინგრევ და მიგინგრევ და გვემუქრებიან. ისეთ ჩარჩოებს გვიყენებენ და ისეთ სიტუაციაში გვაყენებენ, რომ რაღაცა საშინელება შეიძლება ჩავიდინოთ. გვიბიძგებენ, რომ იმას თუ გვეუბნებიან, რომ ეხლა კანონი დავარღვიოთ, აბა ამის მერე უფრო მეც არ დავარღვევ, სახლი რომ დამინგრიონ. აბა რას ვიზავ? მე კი არა, ყველამ ასე მოიქცევა. იმიტომ რომ ქუჩაში რო ხარ ეხლა ყველაფერი თავს სახურავი ხო გვინდა? საჭმელი ხო გვინდა, ის ხო გვინდა, აი ყველაფერი. ნორმალური ადამიანური ცხოვრება, პერსპექტივას ვერ ვხედავთ ამ ტერორში და იმაში და ხვალინდელ დღეზე ვერ ვფიქრობთ. ფიქრობთ დღეს რო არ მოვიდნენ და რო ვერ დაგვინგრია. ახალგაზრდა ბიჭები ვართ, დასაოჯახებელია ზოგი, ზოგს ოჯახი ყავს, შვილები ყავს გასაზრდელი. იმან რა იფიქროს, ხვალ თავის შვილს რა მოუტანოს თუ დღეს სახლი არ დამინგრიონო. და რამდენიმე წუთის წინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა საქართველოში. ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ სიმძლავრე ზუსტი და ეპიცენტრი. ამას ჩვენ რამდენიმე წუთში გეტყვით. და გეტყვით ჯერჯერობით უცნობია რა ტიპის მოყვა თუ არა მას რაიმე ან გრევა ან ზიანი, თუმცა სულ რამდენიმე წუთის წინ მოხდა ეს და შეძლებს დაგვარად გადაცემის მსვლელობისას მოგაწვით უახლეს ინფორმაციას. მანამდე კი კორონავირუსის პანდემია, რომელიც დაწყებიდან დღემდე ითვლებოდა, რომ ვირუსი ბავშვებში უმეტესწილად უსიმპტომოდ და ნაკლები გართულებებით მიდიოდა. თუმცა ერთი შეხედვით ხილული შედეგების გარეშე გადატანილმა კოვიდმაც კი შესაძლოა პატარების ჯანმრთელობაზე სამუდამოდ დატოვოს კვალი. მაგალითად, შეერთებულ შტატებში უკვე დაითვალეს და დაასკვნეს, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე 7-ჯერ გაიზარდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც A ტიპის დიაბეტი დაუდგინდათ და შესაბამისად ცხოვრების ბოლომდე ინსულინის ინექციების სჭირდებათ. საქართველოშიც პანდემიის პერიოდში ბავშვთა დიაბეტი მზარდი აღმოჩნდა, მაგრამ რატომღაც ზუსტი სურათის დანახვა ჯერჯერობით არავის უცდია და შესაბამისად კონკრეტული მონაცემები ამ დროისთვის უცნობია. ჩვენი რეპორტაჟის გმირებიც სწორედ ის ბავშვები არიან, რომლებსაც კოვიდის უსიმპტომოდ გადატანის შემდეგ უკვე A ტიპის დიაბეტი დაუდგინდათ. გავისინდა დედიკო შაქარი, მოთხოვე თითი დედა. დედა, რომელზე გიჩხდა ყველა თითი რო გტკივა, მაჩვენე აი აქეთ. აი აქ მიჩვენე რა. ნოტო 9 წლისაა. როდესაც ოჯახის წევრებს კოვიდი დაუდასტურდათ, ტესტი მასაც აუღეს. ასე გაიგეს, რომ თურმე ვირუსი მას უსიმპტომოდ გადაუტანია, თუმცა ამ დაავადებამ მძიმე კვალი დაუტოვა. სრულიად უსიმპტომოდ გაიარა. 3 კვირაში შევატყვეთ ბავშვს სისუსტე, წყლის მას მოუხშირა, დაგვიდგინდა დიაბეტი. რაც დარწმუნებით საქართველოშიც გვითხრეს, მე გერმანიაშიც მყავდა წაყვანილი და რეალურად ეპიდემიოლოგებმა დაგვიდგინა, რომ გამოწვეული იყო COVID ინფექციით. პირველი ტიპის დიაბეტი დაუდგინდა 5 წლის ელენესაც. საღამო დრო იყო, ვაჭმევდი, ჩვეულებრივად ხეჭავდა და უცებ ხეჭვის პროცესი მიატოვა რა, გაჩერდა და რო ვეუბნები რომ ელე რა ხდება, რა გჭირს რაღაცა, ნუ ბავშვი ვეღარ მელაპარაკებდა და ჩავარდა კონჩხვებში. გვიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში და იქ უკვე ანტისხეულებზე გაუკეთეს ტესტი და ძალიან მაღალი ქონდა ანტისხეულები, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახალი გადატანილი ქონდა კოვიდი.
და ჩვენ საერთოდ შოკში ვიყავით, იმიტომ რომ არავითარი სიმპტომი არ ქონდა მეც, ჩემი მეუღლეც, დედა ჩემიც სახლში. ყველანი, ახალი გატესტილები ვიყავით, სამჯერ აცრილები და ძალიან შოკი იყო, ვერ ვიჯერებდით, რომ ბავშვს გადატანილი ქონდა, როგორც აღმოჩნდა, უსიმპტომოდ გადაიტანა კოვიდი და კოვიდის ფონზე გამოვლინდა პირველი ტიპის დიაბეტი. ამ დიაგნოზის შემდეგ ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ბავშვებსაც და მშობლებსაც უწევთ ახალ რეალობასთან შეგუება, სადაც სწავლის, კვების, სპორტული აქტივობის თუ უბრალოდ სკვერში სეირნობის დროს სისხლში შაქრის დონის კონტროლი მათი განუყოფელი ნაწილი ხდება. აი თუნდაც ელემენტარული უყვარს როლიკები, გამოდის ვარჯიშობს. აი აქაც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა აი ჩხირები, რომლითაც უნდა იკონტროლოს შაქარი. თუნდაც გაკვეთილზე 45 წუთის განმავლობაში პირობითად ორჯერ მაინც უწევს, რომ გამოვიდეს, იმიტომ რომ როდესაც მოსვენებულ მდგომარეობაში ხარ, ამ დროს შაქრის მაჩვენებელი მაღალ ზიადის. უნდა დაეხმაროს ან მასწავლებელი, ან კოორდინატორი, ან სკოლის ექიმი. უნდა იყოს მუდმივ მონიტორინგში, ანუ შეიძლება სკოლის გაკვეთილის მიმდინარეობის დროსაც დასჭირდეს უცებ გაზომვა. ეს თვითონ თავისთვისაც დისკომფორტია, მასწავლებლისთვისაც რა თქმა უნდა ხელის შემშლელია. ყოველი ჭამის წინ სჭირდება ამას კონტროლი. სტანდარტულად ჭამის შემდეგაც სჭირდება კონტროლი, ანუ სტანდარტულად დღის განმავლობაში შეიძლება მოუწიოს 4-5 ჯერ ბავშვს გაზომა. მშობელი არ ხარ მშვიდად, აი ფიქრობ რომ ეხა რო აუწიოს, ეხა რო დაუწიოს, იქნებ მასწავლებელმა უცებ ვერ შეამჩნიოს. იმისთვის, რომ ბავშვებს არ მოუწიოთ დღეში რამდენჯერმე თითების დაჭხვლეტა და არ იყვნენ მუდმივად სხვაზე დამოკიდებულები, არსებობს სისხლში შაქრის დონის განსაზღვრელი ალტერნატიული მოწყობილობაც, ეგრეთ წოდებული ლიბრეს აპარატი. ეს აპარატი საქართველოში არ იყიდება. მშობლებს მისი გამოწერა და საკმაოდ სოლიდური თანხების გადახდა უწევთ. თითის ბალიშები უკვე, ანუ საჩხვეტი ადგილი აღარ დარჩა ბავშვს და ძალიან მარტივი და მისი ცხოვრებისთვის ეს მტკივნეული პროცესი რომ მინიმალურამდე დავიდეს და მარტივად იყოს, არსებობს სენსორი ლიბრე, რომელსაც კლავზე დაიმაგრებს, არ დასჭირდება კლასიდან გასვლა, ადგილზევე შეუძლია მიიდოს, დახედოს ციფრებს. არის აპარატები, რომლებიც თან ზომავს და თან შენ გიგზავნის ამას მონაცემებს და მუდმივად აკონტროლებ და აღარ გჭირდება შენ მასწავლებლის შეწუხება, ექიმის შეწუხება, ბავშვს აღარ სჭირდება მუდმივი თითში ამ აპარატის გაკეთება. ეს სტიკერი რომზღირებულებად არის დაახლოებით 130-150 ლარის ფარგლებში, არ არის მუდმივი, ეს არის ორკვირიანი, ესე ვთქვათ, მაგრამ ისეთ რაღაც არის ბავშვისთვის, რომ აუცილებელია. არიან ოჯახები, ვისაც არ აქვს ამის შესაძლებლობა და შესაბამისად ის ბავშვები სტრესში არიან ყოველდღიურად, ესე ვთქვათ, თითში ჩხლეტით. დღეს ჯანდაცვის სამინისტრო უფასოდ მხოლოდ ინსულინს და შაქრის გასაზომ ეგრეთ წოდებულ ჩხირებს გასცემს. თუმცა აქაც პრობლემებია და ხშირად მშობლებს მათი შეძენა ისევ თავისი ხარჯებით უწევთ. ჩვენთან ხელმისაწვდომი ჯანდაცვას მხოლოდ და მხოლოდ აქვს ეს წამლები და ჩხირები, რომლის აღებაც მუდმივად არის, როგორ გითხრათ, შეუძლებელი. ანუ პირობითად თუ ჩემს შვილს ეკუთვნის და ჯანდაცვა აძლევს 6 ჩხირს, მიდიხარ დაწესებულებაში, სადაც გეუბნები, ანუ 2 გვაქვს. ანუ ის რაც ჩემი შვილისთვის გაწერილია, არასოდეს არ არის. იმას ვერ მივახცინეთ, რომ აი ეს პაწაწინა ბავშვები უზრუნველყოფილი იყოს, რომ ცოტათი მაინც ეს მდგომარეობა შეუმსუბუქდეს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ბავშვებს პირველ რიგში ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ მალე მოხდება ამ აპარატის შეძენა და დარიგება მშობლებისთვის, რომ ნორმალური ცხოვრება, ანუ ეს არ არის ნორმალური ცხოვრება, როცა ბავშვი მუდმივად თითში რაღაცა უნდა იჩხლიტოს და ამით აკონტროლოს შაქარი. ბავშვიც მშვიდად უნდა იყოს მშობელიც და იგივეყოფი ადამიანებიც, რომ ბავშვს ან ჰიპოგლიკემია არ დაიმართოს, ან ჰიპერგლიკემია არ დაიმართოს. საქართველოში სულ 2000-მდე ბავშვია რეგისტრირებული, რომელსაც პირველი ჯგუფის დიაბეტი აქვს და ინსულინ დამოკიდებულია. ჯერ არ არსებობს სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენია აქედან პოსტკოვიდური დიაბეტით დაავადებული. თუმცა სხვა ქვეყნებში ეს უკვე დათვალეს და ციფრები საგანგაშოა. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკა, რამდენად შეემატა ამ რიცხვს ის ბავშვები კონკრეტულად, რომლებმაც პოსტკოვიდურ პერიოდში აღმოაჩინეს მშობლებმა და ექიმებმა, რომ იყო განვითარებული პირველი ტიპის დიაბეტი. მაგრამ გვაქვს სარწმუნო პირველ ეტაპზე ჩატარებული კვლევა CDC-ს მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 671%-ით მეტი აღმოჩნდნენ ის ბავშვები, რომელთაც გადატანილი ჰქონდათ COVID ინფექცია რაღაც ეტაპზე და უფრო ნაკლები, ანუ ამაზე ბევრად ნაკლები იყვნენ ისინი, ვისაც არ ჰქონდა გადატანილი COVID ინფექცია. ჩვენ გვინდა მინიმალური, რომ ეს ლიბრეს აპარატები იყოს ამ ბავშვებს, უკვე ხელმისაწვდომი ამ ბავშვებისთვის და საუბარი არის 2000 ან ცოტათი 2000-ზე მეტ ბავშვზე.
სოფლიოს ბევრ ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივმა ზღვარმა 12 წლიდან 5 წელზე დაიწია. ექიმების აზრით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან. ჩვენს ქვეყანაში არის პროტოკოლურად გაწერილი რისკ ჯგუფებში და საერთოდ მოწოდებულია ჩვეულებრივ ბავშვებშიც 12 წლიდან უკვე ვაქცინაცია. მე კიდევ ერთხელ მიმართავ ჯანდაცვის სამინისტროს გადაიხედოს ეს ასაკობრივი ჯგუფი, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ეს ბავშვები რისკ ჯგუფები განსაკუთრებით პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანები და ბავშვები 5 წლის ასაკიდან უკვე 5-6 წლის ასაკიდან უკვე ექვემდებარებიან ვაქცინაციის პროცესს. დიაბეტთან ერთად ცხოვრება ოჯახს დიდი სტრესის წინაშე აყენებს. მისი მკურნალობა მოითხოვს მოთმინებასა და სიმშვიდეს. თუმცა სანამ ბიუროკრატიული საკითხები გვარდება და ჩინოვნიკები გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ, საქართველოში 2000 ბავშვის თითები ყოველდღიურად ასეთი დაჩხვლეტილი იქნება. ვერ წერდი თითების თვერა მაგჭად გამომივიდა. მე ჩვენი რომელი იყო? ძველი კალიგრაფია მომეფატა მხატვრულად როძეთი. და ვუბრუნდებით მიწისძვრას, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ მოხდა საქართველოში, ამ დროისთვის უკვე ჩვენთვის ხელმისაწვდომია წინასწარი ინფორმაცია, სიმძლავრე 5.8 მაგნიტუდა რიხტერის სკალით და სავარაუდო ეპიცენტრი, ეს გახლავთ ქვემო ქართლის რეგიონი, კერძოდ დმანისის მუნიციპალიტეტი. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე იქნება ჩვენი სტუმარი, მას ვკითხავთ როგორი არის პირველადი მონაცემები, როგორი არის ამ დროისთვის სეისმოლოგების ხელთ არსებული ინფორმაცია მიწისძვრის სიძლიერის, სავარაუდო ბიძგების განმეორების თუ სხვა დეტალების შესახებ. ასევე გეტყვით, რომ დმანისში ახლა ელექტროენერგიის მიწოდება ჩვენი ინფორმაციით არის ამ დროისთვის შეზღუდული, ჩაბნელებულია ქალაქი, ასევე მიმდებარე სოფლები და მოსახლეობა, საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ გამოსულია ქუჩაში და არ იცის რა გააკეთოს. გეტყვით, რომ ეპიცენტრი მიწისძვრის არის დმანისის მუნიციპალიტეტი. და გადავიდეთ ახლა თეა გოდოლაძესთან, ის ჩვენი სტუმარი იქნება, სეისმოლოგიის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, ქალბატონო თეა, საკმაოდ უჩვეულო გარემოში და უჩვეულოდ გვიწევს ჩართვა. თუ შეგიძლიათ უფრო მეტი ინფორმაცია გვითხრათ, ცოტა ხნის წინ მომხდარი მიწისძვრის შესახებ, რამდენად ძლიერი იყო ის, სად არის ეპიცენტრი და სავარაუდოა თუ არა განმეორებითი ბიძგები. გამარჯობათ, მოგესალმებით. საკმაოდ დიდი ბიძგია ეს, 5 და 8-იანია. ეხლა დავამუშავეთ უკვე მასალა და მას მოჰყოლი მიწისძვრები, მანისთან არის ეპიცენტრი, ეს იგივე ეპიცენტრული ზონაა, რაც იყო ივნისსა და ივლისში გახსოვთ, აი დღესში რამდენიმე ბიძგი ხდებოდა და ყოველდღე მანისის ფაქტობრივად მანისის ფეთქვა იყო. აქ დაახლოებით 2 წლის წინ და 3 წლის წინაც მოხდა მაგნიტუდა 5-იანი. ყველა ამ მიწისძვრასთან შედარებით ეს მიწისძვრა არის უფრო ძლიერი, 5 და 8-იანია მაგნიტუდა. ეს უკვე საშუალო მიწისძვრების კლასია, ეს არ არის თქვა ძლიერადაც აცვლით, მაგრამ ეს არის საშუალო მიწისძვრების კლასი, რომელიც აი როგორ გითხარით, საკმაოდ საგრძნობი და ესეთი ეფექტური იქნებოდა, ასე ვთქვათ, ლოკალურად. ანუ ეფექტი რას ნიშნავს, რომ დიდ ეფექტს საკმაოდ იგრძნობდა ლოკალური მოსახლეობა და რა თქმა უნდა, მანძილზეც თბილისის მოსახლეობაც ამ მიწისძვრას აუცილებლად იგრძნობდა. მე არა ვარ თბილისში და ამიტომ ვამბობ სავარაუდოდ რა შეიძლება რომ მოხდარიყო. საკმაოდ გეტყვით, რომ ძალიან ძლიერად იგრძნობოდა თბილისში ეს მიწისძვრა და ბევრს ის განცდაც გაუჩნდა, რომ ცნობილი თბილისის მიწისძვრა რომ იყო დაახლოებით 15-20 წლის წინ, ხო, მაშინ გაცილებით უფრო მძლავრი იყო, როგორც მახსოვს, მაგრამ რა მაინტერესებს კითხოთ, თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ აი კონკრეტულად აი დმანისში და სოფელ სამების მიმდებარედ ბოლო წლების განმავლობაში ხშირად ფიქსირდება მიწისძვრა. რას ნიშნავს ეს? ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ არა, რომ აი მეტნაკლებად ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ეს სეისმოდაძაბულობა განიმუხტა თუ რაღაც რჩება ერთგვარად ყურადღების ზონად? ეხლა ძალიან ვეცდები, რომ გასაგებად ავხსნა. ჯავახეთი ეს არის ტექტონიკურად რთული და დაძაბული რეგიონი ერთ-ერთი საქართველოსი, სადაც
ყოველდღიურად თქვენ რომ რუკა სეისმურობის ნახოთ და თქვა იგივე ჩვენ ვებგვერდზე რაც არის ხოლმე ხა მაპატიეთ რომ მიწვდომელია, იმიტომ რომ იცით რა არის გაიწვირთება ვებგვერდი ამდენი თქვა ნახვის ძალიან დიდი მაჩვენებელია და ვერ უძლებს ჩვენი ვებგვერდი ამას. ბუდიში ამისათვის, იმიტომ რომ რესურსებთან არის ყველაფერი დაკავშირებული და როგორ არის იცით რომ ასეთ პირობებში ჯავახეთი არის ყოველთვის აქტიური, ყოველთვის უფრო მეტი მიწისძვრა ხდება აი ამ ლოკალურად ჯავახეთის ტერიტორიაზე, ვიდრე სხვაგან საქართველოში. დღესდღეობით 100-ია, იმიტომ რომ ტექტონიკურად ერთ-ერთი რთული თვისებების მატარებელი რეგიონია. და შესაბამისად ახლა ჯავახეთის სეისმურობა ჩვენთვის და ყველა სამეცნიერო თქვა წრისთვის ცნობილია და კარგია, როდესაც ასეთი ტიპის მიწისძვრებით თავისუფლდება ენერგია და თქვა არ ხდება უფრო დიდი მიწისძვრა, რომელსაც რა თქმა უნდა უფრო მეტი ეფექტი და მეტი პრობლემა მოაქვს მოსახლეობისთვის. ეს არის დაახლოებით კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საშუალო კლასის მიწისძვრა, მაგნიტუდა 6-მდე საშუალო კლასის მიწისძვრა, ექვსის მერე უკვე ძლიერი მიწისძვრებია, ეს არის მაგნიტუდა 5 და 8, საკმაოდ ძლიერი ბიჭი უნდა ყოფილიყო და საკმაოდ ესეთი ეფექტი უნდა მოეხდინათ კიდევ ერთხელ. დიახ, მე აუცილებლად უნდა გკითხოთ. თუ გესმით, ჩემი უნდა გკითხოთ, ნახეთ, ბოლო მონაცემების მიხედვით, რა იყო ამ მიწისძვრის სიმძლავრე 5.8 თუ 6.2, იმიტომ რომ ახლა რამდენიმე წუთის წინ განაახლა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტმა მონაცემები 6.2 არის მითითებული. პირველადი არის 5.8, შემდეგ უკვე განახლდება ინფორმაცია, ეხლა მუშაობენ ჩვენები, იმიტომ რომ ეხლაც ხდება ბიძგები. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის პირველადი, რომელიც ავტომატურად მოდის ინფორმაცია და ჩვენ ავტომატურად ვამუშავებთ ამ ინფორმაციას. ავტომატურად ასე სწრაფად არ ხდება, ესე ვთქვათ, ადამიანის შემოწმება. ავტომატური იყო 5 და 8, ეხლა მე თვითონაც მაგალითად უნდა შევიდე, იმიტომ თქვენთან ვარ ეთერში და თქვათ მომაწვდიან ინფორმაცია ჩემი კოლეგები, მესმის ანუ მექანიკა მაინტერესებდა, ეს კვლავაც გადაზუსტდება ცხადია კონკრეტული სამეცნიერო ინსტრუმენტების და მეთოდოლოგიის გამოყენების შემდეგ. რა ტიპის კიდევ არის 4 და 5, 3 და 5-იანი, 2 და 5-იანი, აი უკვე ხდება ეს აფთერშოკები. კიდევ ერთხელ არ არის პატარა მიწისძვრა, ამიტომ მას მოჰყვება აფთერშოკები და ვაფრთხილებ თქოს ლოკალურად მოსახლეობას და იქნება ბიძგები ნაკლები კლასის მაგნიტუდის პოლი ნაკლები კლასის, მაგრამ აფთერშოკებს ვეცახეთ ჩვენ ასეთი ბიძგები იქნება ამ მიწისძვრის შემდეგ. აი ხა ხდება. აუბრობთ ახლაც ხდება მიწისძვრები იქ. გასაგებია, ნუ ცხადია, გაცილებით უფრო სუსტი ბიძგები, რომელსაც ნუ ხა ხილულად და ესე ვიზუალურად ვერ გრძნობთ და ვერ ხედავთ. აი ხა ვაკვირდებით, იმიტომ რომ სისტემა ჩართულია ჩვენთანაც ამერიკაში, ჩართეთ 4 და 5-იანი, 3 და 8-იანი, 2 და 5-იანი და ეხლა მოხდა კიდე 2 და 4-იანი. გასაგებია და ნუ როგორც ჩანს ეს აქტიურობა დინამიკა შენარჩუნდება. და გთხოვთ რომ ესე იგი თქვა ადევნოთ თვალყური ჩემს ბოდისფლიქტი Facebook გვერდსაც და ასე თქვა ჩვენი ინსტიტუტის Facebook გვერდსაც, იმიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ამ ხელა თქვა დაწვნის კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. თეა გოდოლაძე იყო ჩვენი სტუმარი, ძალიან დიდი მადლობა. ახლა კი უნდა გავიგოთ რა ხდება უშუალოდ დმანისში, სადაც ჩვენი ინფორმაციით ელექტრომიწოდება არის ამ ეტაპზე შეზღუდული. მოსახლეობა ცხადია, რომ არის შეშინებული ამ საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ. ლუარა ჩხეტიანი, ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი იქნება ჩვენი სტუმარი, სატელეფონო ხაზზე გავესაუბრებით მას. საღამომშვიდობისა, ქალბატონო, მოგესალმებით. საღამომშვიდობისა. თუ შეგიძლიათ გითხრათ რა ვითარება არის ახლა დმანისში, რა ხდებოდა უშუალოდ მიწისძვრის დროს და აი ეხლა რა სურათია ქალაქში? ახლა აი ჯერ იყო ხმალური და სახლს თავისი, აი ისეთი ხმები ქონდა და რაღაცების ცვენის ხმა გავიგეთ, მაგრამ ჩვენ ახლა ვერ შევდივართ და ვერ დავივლი და რა ჩამოვარდა და რა ხდება, ამას ვერ ვამოწმებ და კარი ეთყობა დეფორმაცია მიიღო კარმა უცებ და რამოდენიმე წამი კარი არ იღებოდა. რო გამოვქცეულ ვიყავით გარეთ. ბავშვს სტატეთ მძინარე ბავშვს ხელი და გამოვედით. ასეთი მიწისძვრა, აქ ხო სეისმურად აქტიური ადგილია, ასეთი მიწისძვრა, რაც ჩვენ აქ ჩამოვედით 34 წელია ამ სიმძლავრის მიწისძვრა ჩვენ არ გვიგრძნია.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობთ აქტიურად, სეისმურად აქტიურ ზონაში. მაინტერესებს ბიძგები. თუ არის ბიძგები, მაგრამ ეს სერიოზული მიწისძვრა იყო. ძალიან სერიოზული და ძალიან ხმაურიანი და აი შენობაში რო რაღაცები ცვლივა. აი ახლა რა ვითარება თქვენ თქვით რომ სახლში არ შედიხართ მთელი მოსახლეობა გარეთ არის გამოსული თუ დიახ თითქმის ყველა გარეთ არის. ახლა ბავშვს ამაღამ ნამდვილად ვერ შევიყვან მე ამ სახლში. ვერაფრით მანქანაში მას ქენით დაუგეთ ჩვენ საბანი და აი ყავს ბავშვი, მძინარე ბავშვი და ამაღამ მე რა ვიცი ვერც მე შევალ და ვერც ბავშვს ვერ შევიყვან მე ამ სახლში. ისეთი ხმაური და ისეთი რაღაცების ცვენის ხმა ისმოდა სახლში. და გამოქცევაც აი სირბილის საშუალება არ იყო. აი სწორად ვერ გაიქცეოდი. ხომარ თაკით ვეხეთქებოდით, აი ისე იძროდა მიწა. მესმის ხომარ გაქვთ ინფორმაცია, არ ვიცი, სავარაუდო ზიანის ან გრევის შესახებ თქვენი მეზობლებისგან, ან უბრალოდ თანაქალაქელებისგან ხომარ შეგიტყვიათ, ახლა ყველანი ქუჩაში იმყოფებით, ხომარ გაგიგიათ ასეთი და ნუ ადგილობრივი ხელისუფლებიდან თუ მოვიდა ვინმე, მით უმეტეს თუ თქვენ ქუჩაში აპირებთ ამის გათენებას, არ ვიცი, რა ვითარება ახლა დმანიში? აი ამ წუთში ახლა მოვიდა დისშვილი ჩემი ჩვენთან და ისინი ცხოვრობენ ადრე აშენებულ და კაპიტალურად და კარგად აშენებულ სახლში, უფრო არასაშიშ სახლში, ვიდრე სვანების დასახლების სახლებია. და რა ვიცი, გვეუბნება გამომყევით და იქ გაათენეთ რამეო და რა ვიცი, ახლა ჩვენც როგორ შევთანხმდებით და როგორც ასეთი ყველა გარეთ არის გამოსული და ვინმე მოვიდეს და ვინმე ახლა ამ წუთში ვინმე მოვიდეს აქ კი არა და ამაღამ არავინ არ მოვა და არავინ არ შეამოწმოს, ახლა ჩვენ რა დღეში ვართ. გასაგებია. ელექტრომომარაგება თუ არის ასე ვთქვათ, თუ ესეც ახლა ელექტრომომარაგებაც. თორე იმ წუთში გაითიშა ამ სიბნელეში, ამ ხმაურში, ამ სწორად რო ვერ გაივლიდი, ისე ვეხეთქებოდით იქიდან, ისე გამოვიქეცით სახლიდან და ახლა შესვლა ნამდვილად მე არ შემიძლია და ვერც ბავშვს ვერ შევიყვან. როგორ ფიქრობთ, ანუ უნდა შეამოწმოთ ეს თქვენი საცხოვრებლები, ვთქვათ, ამდენად უსაფრთხოა მიწისძვრის შემდეგ, ანუ შემოწმება საჭიროა, ასე ფიქრობთ? აი აუცილებლად. იმიტომ რომ არ არის ესენი მაგალითად ჩემი სახლი. არ არის ისეთი, რომ მე ამას კიდევ ასეთი მიწისძვრის დროს ვენდო. გასაგებია, ჩვენ საუბრობთ დასახლებაზე, რომელიც თუ არ ვწდები, თუ სწორად მახსოვს თავის დროზე სწორედ სეისმოლოგიური პრობლემების გამო გაჩნდა, ხო? ანუ მე თქვენ ახსენეთ სვანების დასახლებაო თავის drozে ეს ეკომიგრანტები სვანეთიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტები ხო, ანუ მაშინაც მიწისძვრა გახდა მიზეზი, ხო, თქვენი მიგრაციის თუ სწორად მახსოვს? არა, დიდთოვლობა და ზვავები სვანეთში. გასაგებია, მეწყობა პროცესები. და აქ ხო იყო ადრე სპიტაკის მიწისძვრა, მაშინაც კარგად იძრა დმანისი. მაგრამ ასე ნამდვილად არა. ხო, ნუ როგორც ჩანს ერთი სეისმოლოგიური რეგიონია, ყოველ შემთხვევაში გეოლოგებისგან ასეთი განმარტება მოუსმინეთ და აქტიური ზონა არის კლავაც. ერთ თვეში, გასულ წელს ერთ თვეში 40 ბიძგი იყო, ერთ თვეში. გასაგებია. და ეს 40-ვე ბიძგი იგრძნობოდა, ნუ ალბათ იგრძნობოდა ჩვენთან. და მაგრამ ასე არა. აი რა ვიცი, მე ჩემებურად სხვა რაღაცას ვეძახი და ეს იყო სერიოზული და ძალიან დიდი მიწისძვრა. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა ლუარა ჩხეტიანი გვერდთვებოდა დმანისიდან, რომელიც უამრავ სხვა თანამოქალაქესთან ერთად, სხვა დმანისელებთან ერთად ახლა ქუჩაშია, შიშობს თავის საცხოვრებელ სახლში დაბრუნებას, იქიდან გამომდინარე, რომ არავინ იცის, რამდენად უსაფრთხოა ამ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ეს საცხოვრებელი სახლები, რომელიც როგორც ჩანს არც თუ ისე დამაჯერებელ და კარგ მდგომარეობაში არის. რა ხდება დმანისში, როგორ განვითარდება მოვლენები, ამას უკვე ჩვენ ხვალ საინფორმაციო გამოშვებიდან გავიგებთ, მანამდე კი რაც შეგვიძლია მაქსიმალურად გითხრათ, არის ის, რომ დმანისელები არიან შეშინებულები ძლიერი მიწისძვრის შემდეგ და ამბობენ, რომ ასეთი სიმძლავრის ბიძგები მათ არ ახსოვთ ბოლო 2 ათეული, შეიძლება მეტი წლების განმავლობაშიც კი. ჩვენ კი ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რეკლამის შემდეგ კი საქართველოდან ახდენილ ამერიკულ ოცნებას და გაჩვენებთ და ასევე გაგაცნობთ ვინ არიან ხმების მაძიებლები. დაგვრჩებით.